თბილისის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების საკოორდინაციო ინტერფრაქციული სამუშაო ჯგუფი იქნება. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან წავკითხავ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, ქართული ოცნება თბილისი, ქართული ოცნება თბილისელები, ფრაქცია თავისუფლება, ფრაქცია დამოუკიდებელი დემოკრატები და საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატები. ცხადია, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის მთავარი მიზანი ნაციონალური მოძრაობის მართული საკრებულოს ეს თქო შემოტრიალება არის ნაციონალური მოძრაობისთვის მართლობითი ბერკეტების ჩამოთმევა, როგორც იცით, თბილისის საკრებულოში მიმდინარეობს პროცესები, ჯერჯერობით უმრავლესობა კვლავ ნაციონალური მოძრაობის ხელში რჩება, თუმცა ეს ინტერფრაქციული ჯგუფი თავისთავად ცხადია შეესწება ერთობლივი მოქმედებებით, რაც გარკვეულ წინააღმდეგობა გაუწიოს და გადაბირების თუ გადმობირების პროცესი კიდევ უფრო გააგრძელოს. ფრაქცია ქართული ოცნება თბილისელების თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე იქნება მატრასის ნომერი. Ზამოშივებისა ქალბატონო გულიკო დიდი მადლობა მოსვლისთვის. პირველი კითხვა მაქვს, როდესაც ვკითხულობდი ამ ინფორმაციას, განსაკუთრებით მომეწონა, რომ 5 ფრაქციიდან, რომელიც შევიდა ამ ინტერფრაქციულ ჯგუფში, 3-ს ქვია ქართული ოცნება. სხვადასხვა გაგრძელება აქვს დემოკრატიული საქართველო, თბილისი, თბილისელები, მაგრამ ქართული ოცნება შიგნით უკვე დაპირისპირება გაქვს? არა, მოგახსენებთ, ეხლა პარლამენტს გადავხედოთ კოალიციურ რეჟიმში. კრიზისის ჟანრი არის სათავეების მოფიქრებაში. პარლამენტში მოგეხსენებათ კოალიციურ რეჟიმში არიან იქ სხვა პარტიები და ფრაქციების შესაბამისად შეიქმნა არ გამოვიდნენ ასე მთავარი ქუთქვეშ ასე ვთქვათ ქართული ოცნება და შეიქმნა ფრაქციები ქართული ოცნება, რესპუბლიკები, ქართული ოცნება, დემოკრატები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რამდენიმე ფრაქცია აქ ცოტა სხვანაირად გვაქვს საქმე, ამიტომ არც ერთ ასე ვთქვათ ფრაქციას თითქმის რომელიმე პარტიის სახელი გეტყვით და ამიტომ ქვია თბილისი, თბილისელები და ასე შემდეგ, იმიტომ რომ უფრო მრავალპარტიულია თბილისის საკრებულო და ძალიან ბევრი პარტია თითო წარმომადგენელი იყოს, მე წამოვიდგინე რესპუბლიკურ პარტიას და ერთი წევრი ვარ საკრებულოში, საქართველოს გზას, იმიტომ მოგეხსენებათ 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში ალიანსი ეს რეჟიმში 4 პარტია იყო გაერთიანებული, ასევე ცალკე იყო ეროვნული საბჭო, სადაც ასევე რამდენიმე პარტია იყო გაერთიანებული და ამდენად მრავალპარტიული საკრებულო მივიღეთ, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენდა 39 დეპუტატს 50 კაცია საკრებულოში, დანარჩენ სხვადასხვა ესე ვთქვათ პარტიები. 2012 წლის არჩევნების შედეგად ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, ფრაქციების სახელებით შეიცვალა და დაჯგუფდა ასე. დემოკრატებმა შექმნეს ძირითადად დემოკრატებმა და მრეწველებმა ქართული ოცნება თბილისი, იმიტომ რომ ვინაიდან ჩვენ ერთ კოალიციაში ვიყავით, ამიტომ ჩვენც რესპუბლიკა საქართველოს გზამ და ხალხის პარტიის წარმომადგენელმა ქართული ოცნება თბილისელები და ქრისტიან დემოკრატების ნაწილმა შემდეგ, როდესაც გამოვიდნენ ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობიდან, შექმნეს ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო. ეს სუფთა ოპოზიციური ძალები. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო არის ფრაქცია, რომელშიც ამჟამად მონაწილეობენ ადამიანები, რომელიც ძირითადი პარტიები დიდ ალიანსში არის, თვითონ ქართული ოცნების არის საპარლამენტო. დემოკრატიული ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თუ გულისხმობთ, კი, ეს არის ალიანსში. იყო, მაგრამ ეს შეიქმნა. ეს რეალობა სახეზე გვაქვს. ნაციონალური მოძრაობის ღვევის შედეგად წარმოიქმნა კიდევ 2 ფრაქცია, ეს გახლავთ თავისუფლება და თავისუფალი დემოკრატები. და დამოუკიდებელი დემოკრატები უკაცრავად, ერთში 6 კაცია გაერთიანებული, მეორეში 4 და ეს რღვევის პროცესი მიმდინარეობს. და ეს ეხლა ჩვენ, მე გეტყვით ეხლა რატომ შეიქმნა ეს სამუშაო ჯგუფი, ინტერფრაქციული სამუშაო ჯგუფი. ბუნებრივია უკვე ეს ახალი ფრაქციები უკვე თავს მოიაზრებენ, ასე რომ ოპოზიციურ ფლანგზე. მითხარით უკვე გაწყვეტინებთ, როგორ არის ეხლა ძალთა გადანაწილება? ყოველდღიურად გვესმის რაღაც ახალი საკრებულო და ძალიან რთულია ამის დათვლა. ეხლა რა მდგომარეობა საკრებულოში? 47 დეპუტატია საკრებულოში, 3 ადრე გავიდა და ნაციონალურ მოძრაობას ყავს 25 დეპუტატი, 22 არის ოპოზიციურ სხვა ფრაქციებში გადანაწილებული. ანუ ამ თქვენ ინტერფრაქციულ ჯგუფში ეხლა შეიძლება ითქვას, რომ არის 22 დეპუტატი. შეიძლება ითქვას 22 დეპუტატია, ესე იგი ეს არის ფრაქციის თავმჯდომარებისგან შედგება, დამოუკიდებელი დეპუტატებისაგან და ასევე იმ თანამდებობისპირებისაგან, რომლებიც არიან ოპოზიციურ ფრაქციებში. და სამუშაო ჯგუფი ზედაც 9 სუბიექტისაგან, 9 პერსონისაგან შედგება, ჩვენ მივიღეთ
მივიღეთ ჩვენი სამუშაო რეგლამენტი და პრინციპი აი ამ გაერთიანების ამ სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ არის კონსენსუსისა და შეთანხმების საფუძველზე კონკრეტული გადაწყვეტილება სრული კონსენსუსის საფუძველზე ჩვენ ეს პრინციპი ავიღეთ შეთანხმება სრული კონსენსუსი ჩვენი არ ვაპირებთ ნაკლებად ვაპირებთ ხელის აწევას ვინ არის ამა თუ იმ გადაწყვეტილების მომხრე რომ სხვა დანარჩენი მის ამ დაგიქნება იძულებული არ გახდება რომ ამას დაუჭიროს მხარი ამიტომ ჩვენ ეს ჩემი პრინციპიც იყო ჩემი მოთხოვნაც იყო ასეთი და ყველანი შევთანხმდით ამაზე რომ აუცილებელი კონსენსუსი და შეთანხმებას მივაღწიოთ სხვანაირად ვერ წავალთ წინ ორი ადამიანი გვაკლია ჩვენ უმრავლესობის შექმნისაგან წინაპირობა თქვა ერთი დიდი ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად შესაძლებელია ერთი იყოს შესაძლებელია იყოს 2-3 და არა 5 შესაძლებელია იყოს ეს ეხლა ნაციონალური მოძრაობა იყო ერთგვაროვანი მსხვილი ფრაქცია ეს არის რამდენიმე სწორედ ამიტომ არის ინტერფრაქციული რეჟიმში მუშაობა და ეს საკრებულოს ფრაქციამ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ ამაზე რაც დღეს გავახმოვროთ ჩვენ სამი შეხვედრა უკვე ჩავატარეთ ასე მოთელვითი ასე თქვათ ნაბიჯები უკვე გადავდგით და ეხლა შეგნებულად სწორად ვაპირებთ გააზრებულ ერთნაირ ნაბიჯების შეთანხმებულ ნაბიჯების გადადგმას და ჩვენ გეგმავთ ფართო მონიტორინგს ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაზე და თქვენ წარმოიდგინეთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობასაც იგეგმება შეხვედრა გუშინ მქონდა ჩვენ არმანიასთან შეხვედრა იგეგმება შეხვედრა ჯანმრთელობის სამინისტროსთან გარემოდაცვის სამინისტროსთან განათლების სამინისტროსთან ასე რომ ჩვენ ვაპირებთ სერიოზულ რეჟიმში მუშაობას რომ თბილისის საკრებულოში სერიოზული მოთამაშე გაჩნდა, იმიტომ რომ 22 ადამიანს აერთიანებს. ახლა სხვა არის რომ პატარ-პატარა ფრაქციები არ არის ისე სერიოზული, ვისაც 25 კაციან ფრაქციას უპირისპირდება, ხო? ეს არის მთავარი ამოსავალი. ხა მე უსმენდი დღეს იყო ბრიფინგი, რომელშიც თქვენს მონაწილეობით იყო საუბარი იმაზე, რომ მთავარი ამოცანა საბოლოო ჯამში არის თბილისზე კონტროლის ჩამორთმევა ნაციონალური მოძრაობისთვის. თავისთავად ხო? ესე იგი, მთავარი ამოცანა არის ჩვენ შეთანხმებული ნაბიჯები გადავდგათ, ეს რა თქმა უნდა მიგვიყვას თანდათანობით გაძლიერებისაკენ, ახალი უმრავლესობის მოპოვებისაკენ და შესაბამისად ნელ-ნელა უმრავლესობა კონტროლის მექანიზმი ნელა-ნელა დაეკარგება, რა თქმა უნდა, ნაციონალურ მოძრაობას თბილისში. რა არის ახლა ის საკითხი თბილისის საკრებულოში, თბილისის მუნიციპალიტეტში, რაც თქვა თქვენი მხრიდან ყველაზე მეტ მიუღებლობას იწვევს. თითქოს ბოლო პერიოდში ხა თბილისის მერია მუნიციპალიტეტი არ არის ესეთი აქტიური, საკმაოდ ის მშვიდი პოლიტიკურად მუშაობს, ხო? კი ბატონო, ნელა-ნელა გიგი უგულავა რეალობას აღიქვავს. ვიცით რომ სერიოზული საქმეებია მასზე აღძრული, სერიოზული სადაოა, თქვა იგივე დასუფთავებასთან დაკავშირებით მინიმუმ უფლება მოვალეობას გადაამეტა, თანამდებობის პირმა და ნორმალურ ქვეყანაში ესევე გადადგებოდა, პასუხისგებაშიც მისცემდა, ნუ ჩვენ ქვეყანაში ჯერჯერობით ასე არ ხდება. გააზრებულად გიგი უგულავას ეს სიტუაცია. დღეს ჩვენ ყავდა სამი რაიონის გამგებელი მოწვეულ ინტერფრაქციულ რეჟიმში. ასევე კეთილმოწყობის სამსახურის ბროსი მერის. ასევე მოქალაქეები. ჩვენ დავაყენეთ პრობლემები, მათგან მოვისმენთ პრობლემების გადაჭრის გზები. ჩვენ მივადევნებთ მონიტორინგს, გაუწევთ მეთვალყურეობას. ჩვენ შეგვიძლია ასე მტკიცე რეჟიმში ყველა გამგეობაში განვახორციელოთ სერიოზული მონიტორინგი, მუნიციპალიტეტებში განვახორციელოთ. ანუ მოქალაქემა იგრძნო რომ ეს სისტემა არ არის ნაციონალური მოძრაობის და ეს ბიუჯეტი ეს ფული რაშაც ხარჯავს მერია, გზებია, ინფრასტრუქტურა თუ სხვა საკითხებია, სოციალური პრობლემები და ასე შემდეგ, ეს არ არის ნაციონალური მოძრაობის ჯიბიდან ამოღებული ფული, ეს არის ბიუჯეტი, ეს არის ყველას თანხა, აი ამისი განცდა უნდა გაუჩინოთ მოქალაქეებს რა. და აი ასე უნდა მივიდეთ თვითმმართველობა, ახალ თვითმმართველობის არჩევნებამდე და რეალურად იგრძნოს ხალხმა, რომ ისინი არიან მონაწილეები თვითმმართველობის პროცესების და სხვა შორის ძალიან კარგი თვითმმართველობის გეგმას დადებს მალე პარლამენტი, ახალი ხელისუფლება, სოფლების, დაბების, რეგიონალური მოწყობის და გისაუბრეთ დიახ და ამოსავალი რა არის მთავარი, რაც შეიძლება მოქალაქესთან ახლოს იყოს თვითმმართველობა, მოქალაქე იყოს მონაწილე თვითმმართველობის განხორციელებაში. რაც დარღვეული იყო დღემდე ერთი ადამიანი, ის იყო სააკაშვილი თუ ადგილზე გიგი უგულავა, კონკრეტულ რაღაც განაცხადს იტყოდა და უნდა შეესრულებინა ის ყველას. ანუ აი ეს უნდა მოიშალოს. ხალხი უნდა იყოს მონაწილე იმ გადაწყვეტილებებისა, რაც მას აწუხებს და რაც ხელისუფლებას აი ადგილობრივ თვითმმართველობაზე არის ძალიან საინტერესო საკითხი, ეს არის ცვლილება არჩევნებთან დაკავშირებით. თქვენ თვითონ ბრძანეთ, სამი ადამიანი უკვე გავიდა საკრებულოდან საერთოდ, სხვადასხვა რეგიონებში სხვადასხვა რაოდენობის ადამიანები დააკლდნენ საკრებულოებს და არის იდეა, რომ თქვენ ჩატარდეს ადგილობრივი არჩევნები, შუალედური არჩევნები, აბსოლუტურად საჭიროა ეს პროგრამა გამოიწვია რაღაც დაპირისპირება, სულ ერთი წელი დარჩა რეალურად, ხო? ეს დიდი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ანუ რიგით
რიგით არჩევნებამდე. ღირს თუ არა ამ პერიოდში რამეს შეცვლის, თქვენ ფიქრობთ, ხა ეს სამი კაცის აი გამო? სამართლიანი იქნება რომ ჩატარდეს, იმიტომ რომ კიდევ ვამბობ 2010 წლის არჩევნებში, ხო, აბსოლუტურად ყველა ადმინისტრაციული ბერკეტის გამოყენებით ნაცვლად მოძრაობამ 50 კაციან საკრებულოში 59 თითქმის 40 ადგილი მოიპოვა და არც 25 მაჟორიტარი იყო თბილისში, 25 ოლქი და არც ერთში ოპოზიციის წარმომადგენელი ვერ გავიდა. ეს არის იმ არასწორი მახინჯი არჩევნების შედეგი, იმ ადმინისტრაციული რესურსის ბერკეტის დაშინების და ასე შემდეგ და უზარმაზარი ფინანსური რესურსის გამოყენების, რაც არ ქონდა, ათილა რომ ვინმე შემოეწირა, დაიჯერდნენ, ხო, ოპოზიციისათვის. ამდენად ძალიან მცირე რიცხვით შევიდა ოპოზიცია. ამდენად სამართლიანი იქნება, თუ კი ამას პარლამენტი მიიღებს, ერთი წელი საკმაოდ დიდი დროა თბილისისათვის, ერთი წელი მთელი საბიუჯეტო წელია, მოსახლეობასთან ურთიერთობა და ასე რომ ძალიან სამართლიანი იქნება, თუ კი ამას დაუშვებს. სამი წევრი აკლია თბილისის საკრებულოს, ანუ სამი წევრი უკვე ფრაქციას ქმნის, უკვე სერიოზული პოლიტიკური მიზანიც აქვს და დანიშნულებაც აქვს. ამდენად სწორი იქნება თუ ჩატარდება გამოკლებული დეპუტატების ნაცვლად ახალი არჩევნები და ვფიქრობთ, ახლა შეიძლება ნაცვლად მოძრაობასაც აქვს შანსი იფიქროს, რომ გაიყვანოს დეპუტატები, რატო უნდა შეეწინამდეგოს ამას. მოდი ჩატარდეს არჩევნები. არის ამაზე მსჯელობა საკრებულოში და არის საკრებულოში მსჯელობა ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა დამოკიდებულება მასთან დაკავშირებით. საკრებულოში მსჯელობა უფრო არის შემდეგი არჩევნებისათვის, შემდეგ 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების როგორი მოწყობა გვექნება თბილისში, ამაზე მსჯელობა იწყება, შეიქმნა კიდეც დროებითი კომისია მასთან დაკავშირებით და ვაპირებთ საკრებულოს წევრები ჩართვას. კონკრეტულად ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ხედვა, რომ ეს არის აუცილებელი სამართლიანი იქნება, თუ კი ჩატარდება ეს გამოკლებული დეპუტატების საშუალედური არჩევნები. ესეთი ცოტა პროვოკაციული კითხვა მაქვს. დღევანდელი არსებულ ვითარებაში, თქვენი კოლეგები ოპოზიციონერებს გულისხმობ. მოდი ესე ვთქვათ, რამდენად დიდი შესაძლებლობა გაქვთ აკონტროლოთ რა ხდება თბილისის მუნიციპალიტეტში? გვაქვს შესაძლებლობა, ამას უნდა გამოყენება, ამას უნდა სურვილი. დღემდე ასეთი სურათი ქონდა ხოლმე საკრებულოში, ვიღაცას დაიბარეს, ვიღაცას იბირებენ, თქვენ შესავასწვაში ახსენეთ ასე, ამიტომ არ არის ეს შექმნილი, რომ გადაბირებები გაგრძელდეს ასე შემდეგ. სწორედ იმიტომ შეიქმნა, რომ ჩვენი კონსტრუქციული ნაბეჯი, ჩვენი შეთანხმებული მუშაობით საინტერესო გახდეს, მათთვის მისაღები გახდეს ჩვენ ფორმატში, ჩვენთან ყოფნა, იმიტომ რომ არიან დღესაც ის ადამიანები, ვისაც უნდათ ახალ რეალობაში იგრძნო თავი უფრო კომფორტულად და თქვათ იქ ვიღაცას რომელიღაც ფრაქციაში არ უნდა, რომელიღაცა სხვა ფრაქციაში რაღაცა ხდება და ამდენად ჩვენი ერთობა მისცემთ ამ ადამიანს საშუალებას გააკეთონ, გადაწყვიტონ ეს ნაბიჯი. მით უმეტეს რომ თუ კი დამოუკიდებელ დეპუტატებსაც აქვთ ჩვენთან ადგილი ინტერფრაქციულ რეჟიმში იმუშაონ, ამიტომ ჩვენი ინტერფრაქციული სამუშაო ჯგუფი კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა, რომ შედგება ოპოზიციური ფრაქციებისაგან, ოპოზიციური თანამდებობის პირებისაგან და დამოუკიდებელი დეპუტატებისაგან, ასე რომ ყველას აქვს შანსი ითანამშრომლოს ჩვენთან. თუმცა მე მაინც გონია, რომ ესეთი შტაბის წევრი ჩება, რომ თბილისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობა ძალიან ყოჩაღად თამაშობს. თქო, იგივე ზაალ სამოდაშვილის გადარჩევა დანიშვნის საკითხმა აჩვენა, რომ ისინი საკმაოდ კომფორტულად იზრობენ თავს. ჯერჯერობით, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანაფარდობა ძალიან მყიფეა და სულ ორი ადამიანი იქით-აქეთ გადაწყვეტს ძალთა თანაფარდობას, მაინც ან ისე არიან, ომახიან. ფოტოშოს მე არ არიან ომახიანად, მინდა გითხრათ, უბრალოდ მყავთ კომისიის თავმჯდომარეები, 13 კომისია და თითქმის 11 კომისია მათია, ეს არ არის სწორი, რა თქმა უნდა. ზაალ სამოდაშვილის დაკავშირებით ახლა თითიდან გამოწვეული იყო, არავის არ ქონდა თვითმიზნად, მაინდა-მაინც ზაალ სამოდაშვილი და თავმჯდომარის გადაყენება. თუმცა თვითმიზანი არის ახალი უმრავლესობის შექმნა და მერე თუ დადგება დღის წესრიგში ახლა რაღაცა თანამდებობების გადანაწილება, კი რა, უფრო მე მაქვს აქცენტი კომისიებისგან, რომ კომისიებში გვაქვს სამუშაო და თორე თავმჯდომარე ხა დღის სტომას გახსნის და დახურავს, ამას დიდი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს და ჩემთვის ნამდვილად არ აქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია კომისიები. კომისიებმა იმუშაოს რეალურად, კომისია დადონ ალტერნატიული პროექტები, რომელსაც დღეს თბილისელებს ჭირდება და გადაწყვეტილებას მიიღოს შესაბამისად. როდის ელოდებით ამ ბალანსის საბოლოო ცვლას, იმიტომ რომ ჩემს სტუმრებმა, რომლებიც იყვნენ საკრებულოს წევრები, ჩვენ იყო პროგნოზი, რომ 30 მარტისთვის ალბათ უკვე ძალთა ბალანსი შეიცვალა. ჩემი პროგნოზი არ იყო და ჩემი პროგნოზმა ზუსტად გაამართლა, რო ვამბობდი 3 თვეში იქნება და შემდეგ თქვი რომ თვე ნახევარში იქნება, ასე რომ სადღაც 1 თვე, 2 კვირა, 1 თვე, ასე ვფიქრობ, რომ შეიძლება ძალთა ბალანსი. ძალიან დიდი მადლობა გულიკო ზუმბაძე, ფრაქცია ქართული ოცნება თბილისელების თავმჯდომარე თბილისის საკრებულოში. მატრიცა ამით დასრულებულია. თეაშველიძის ბიზნესის დროს რამდენიმე წუთში მეცხრე არხის პირდაპირ ეთერში მე ხვალამდე გემშვიდობებით.